გამარჯობა მეგობრებო. დღეს შემოგთავაზებთ პატარა ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ გავახაროთ მანგო. მანგო როგორც იცით არის ტროპიკული ხილი. ეხლა მე უკვე გავარჩიე. ასე გამოიყურება თვითონ მანგო. საკმაოდ ტკბილია, არომატულია. ეს არის მანგოს კურკა და უნდა გამოვიყენოთ სათესლად. ეს უნდა გავხსნათ გარეთა კურკის მაგარი ნაწილი. ესე გავტეხოთ. ფრთხილად, ისე რომ არ დავაზიანოთ შიგნით მოთავსებული კურკა. ნახეთ როგორია. ამოვიღოთ. ეს შიგნიდან აი ასეთი ბუდია. ეს არ აღჭირდება. როგორც ხედავთ, უკვე პატარეთი გაღივებულია, იმიტომ რომ კარგი ხანია რაც ვიყიდე და რატომღაც ვერ მოვიცალე, რომ გამეგვცქნა. ეს ზემოთა კანი უნდა ფრთხილად მოვაცილოთ, ისე რომ თესლი არ დავაზიანოთ. ჩვეულებრივ იფრცხნება დანით. თანაბრად ნელა შემოვაცალოთ. რამდენიმე მეთოდი არსებობს მანგოს გახარების. მე მაგალითად გამოვიყენებ იმ მეთოდს, რომელიც გულისხმობს წყალში მოთავსებას დროებით. თან ეს ისედაც გახარებულია და ძალიან მალევე წამოიღებს სულ რამდენიმე დღეში. ღიავს, ასე ვთქვათ. წყალში ჩავდებ, ღიავს რო წამოიღებს, შემდეგ უკვე მიწაში გადავიტან. შესაძლებელია სალფეტკშიაც გაახვიოთ და ის სალფეტკი მერე დანამოთ წყლით და კონტეინერში ჩადოთ. სალფეტკში გადახვეული. ეს უნდა გავრეცხოთ, რომ რაღაც სიტკბო რო არ აქონდეს კანზე. მე შეიძლება რაღაც დაგვიბინძურდეს. კარგად წყალში გავრეცხოთ. თან ფრთხილად რო არ დავაზიანოთ, მაქსიმალური სიფრთხილით. ეს სალფეტკზე ცოტაც შევამშრალებ. წუთები არ ჩამოვიდეს და მოვათავსოთ ჭიქაში. ისე რომ ეს ღიკი ზემოთ გქონდეს. ოღონდ ბოლომდე არ უნდა ჩავიდეს. ეს ცოტა მეტიც არის წყალი. ნახევარი მაინც უნდა დაფაროს წყალმა და ნახევარი ზემოთ დავტოვოთ. აი ასეთ მდგომარეობაში. ნახეთ. აი ასე გამოიყურება. წყალი თუ დააკლდება, უნდა დავამატოთ. რო არ გამოშრეს. სინათლეზე უნდა დავდოთ ეს ჭიქა და ცოტა თუ სითბოც იქნება, ძალიან კარგი იქნება. აი ესე გამოიყურება და მე უკვე შემოგთავაზებთ გაღივებულს, როგორ გადავიტან მიწაში. და ნახოთ აბა რა იქნება. ტროპიკულ ხილს თუ მოვიყვანთ კახეთში.